ეს თამაში ძალიან გვჭირდებოდა, გარდა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე პირველი ტური ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს ამას ახალი ნაკრები, ბევრი ახალი მოთამაშე იყო და რა თქმა უნდა თავდაჯერებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება მომავალში, იმიტომ რომ ბიჭებს ეს ჩვენი მოგების მენტალიტეტი რაც აქამდე გქონდა, ვცდილობთ რომ გავაგზავნოთ. ასე რომ მადლობა მინდა ბიჭებს უთხრა იმ თავდადებისთვის განსაკუთრებით, რაც ბოლო წუთებში იყო, იმიტომ რომ ზოლის ჟინი აშკარად ძალიან დიდი იყო ჩემი ნაკრების. ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს, მართლა ხარში დაგვიდგნენ და ჩვენი მხრიდან ვცდილობთ რომ მადლობა კაი თამაშით გადავიხადოთ. ასე რომ რაცა ძალიან კაი განწყობით მივდივართ საფრანგეთში, მესმის საფრანგეთი ძალიან რთული გუნდია, ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ მეწმუნეთ იქ გასასეირნებლად არ მივდივართ რა, ასე რომ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. ფიქრობ რომ როგორც აღვნიშნე, ბრძოლაში გავიმარჯვეთ, რაც ძალიან აუცილებელი რამ იყო, იმიტომ რომ შესაძაც ეთამაშები თანაბარ მეტოქის მოწინააღმდეგეს, აუცილებელია იქ ბრძოლა ისე შედეგი და გამარჯვება არ მოდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ ჯგუფში. შემდეგი თამაში გვაქვს უკვე საფრანგეთის ნაკრებთან და უფრო თამაში იქნება, ანუ უფრო რთული თამაში იქნება, მინდა აღვნიშნო. ძალიან ბევრჯერ, 10 მაგათ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ საფრანგეთი ყველასთვის ცნობილია როგორი დონის ნაკრებია. რომ არ მიყვარს დიდად ბევრი ლაპარაკი, უფრო გამოხატავს სულ საქმით შემიქვეყნის სიყვარულს და დღეს აი ყველაფერი ჩავდე და ყველაფერი არ ვიცი მინდოდა რომ დღეს აუცილებლად გავგამარჯვებინა.